Საქსტატის ცნობით ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა. კონკრეტულად წინასწარი შეფასებით 2025 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.0% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი 10 თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ით განისაზღვრა. საქართველოში 2025 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. პირველი 10 თვის საშუალო რეალური ზრდა შეადგენს 7.6%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობები, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები. კლებად დაფიქსირდა მშენებლობის, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის და ენერგეტიკის სექტორის მიმართულებით. საქსტატის მიერ გავრცელებული მონაცემები შეაფასეს გორში რიგითმა მოქალაქეებმა. გამოკითხულთა მოსაზრებები არაერთგვაროვანია, თუმცა დიდი ნაწილი თვლის, რომ ეკონომიკის ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე არასახულა და მათ უკიდურეს გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება. შეხედე, ეთყობა, დაიმშა ხალხი. რა ეთყობა, მოვდე და ვერაფერი ვერ იმასავკე. რა თქმა უნდა, რო არ არის ხალხი კმაყოფილი, მაგრამ ჩვენზე ვიძალა არა გვაქვს ეს ყველაფერი მთავრობის საკითხი. მე წლებია აქ არ მიცხოვრია სხვათა შორის და რო ჩამოვედი ახლა რო შევხედე, აი აქ დარჩენილი ხალხისთვის უფრო ძნელია ცხოვრება, ვიდრე მაგალითად სადღაცას ნაშოვნი ფული გაქვს, ნაწვალები და ჩამოხვალ და აი აქ შენიანებთან რომ რაღაცას დახარჯავ, თითქოს ის გიხარია, მაგრამ ისიც რომ თავდება და ისე უკან უნდა წახვიდე მერე და იფიქრო იმაზე, რომ როგორმე კიდე ის წლები გაატარდა ძალიან ძნელია. აქ უბრალოდ რა აი ცრემს არ დაანახებ შენიანებს, მაგრამ იქ ბევრჯერ იტირებ. და წამოიღებ იმ სიმწირს ნაშოვ ფულსა და ისევ შენიანებთან დახარჯავ, ისევ შენიანებს დაახარჯავ. რა შეგაიზარდა, ეგრე მოვიდა რაფერი ვიყიდე. არაფერი ეკონომიკაში არ მომონტებული არაფერი. კი ბატონო, გაიზარდა 100%-ით. სასაცილოები არიან. ფასი გაიზარდა, ფასი მაგ. საქსტატის ცნობითვე კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის და ენერგეტიკის სექტორში.